გამარჯობა, მინდა ძალიან მოკლედ მოგიყვეთ, როგორ გვატყუებს ოცნება. დღეს ბევრი ადამიანი არის ძალიან ცუდ ხასიათზე იმის გამო, რომ პრაქტიკულად ქართველებისთვის შეერთებული შტატები ჩაიკეტა და ის შეზღუდვა, რაც შემოიღეს, პრინციპში ჩაკეტვას ნიშნავს, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ აი $15,000-მდე თანხა უნდა დაიდოს სავიზო დეპოზიტზე. აქ ნიშნავს, რომ ეგეთი ქვეყნების სიაში რო ხვდები და უკვე სავიზო დეპოზიტი რო გჭირდება, ვიზაზე დადებითი პასუხების რაოდენობა რადიკალურად შემცირდება და რადგან ქვეყანა ითვლება უკვე რისკ ჯგუფში, ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო ნაკლებ მოქალაქეს დარჩება შანსი, რომ მიიღოს ვიზაზე დადებითი პასუხი, თუნდაც დეპოზიტზე დადოს $15,000 და ბევრი ადამიანი რო არ არის ისეთი, ვისაც შეუძლია თუნდაც $5,000 5-დან $15,000-მდე დადოს სავიზო დეპოზიტზე, ეს ისეც ვიცით ჩვენ ძალიან კარგად, გარდა ამისა პრაქტიკულად უქმდება მულტივიზები 10 წლიანი და ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ამაზე აღარ ვილაპარაკებ. იმიტომ რომ ისაც ყველამ კარგად იცის, ბევრი ადამიანი იქ მიდის, მუშაობს, ბრუნდება, ახლობლებს ნახულობს, ბევრი ადამიანი გადახვეწილია იქ, ოჯახს ინახავს და ადამიანებს გაუჩნდათ ჩანსი, რომ წავიდნენ, იმოგზაურონ, ახლობლები ნახონ და ამით ვისარგებლებთ ჩვენ რაღაც პერიოდი, რამდენიმე წელი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი დამთავრდა. აი მიზეზი რა არის, ამაზე მინდა გითხრათ. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ყველაფერი დააბრალა მოქალაქეებს. ის ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება სამწუხაროდ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შტატების სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს. ის თაობაზეც შტატების მხარის მიერ იქნა განმარტებული და ეს რაღაცას ამბობს, რომ მოუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კაცრად დაიცვან შეერთებული შტატების სავიზო რეგულაციები და აღარ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე. მოკლედ, ამას ამბობს საგარეო, ანუ ყველაფერი არის მოქალაქეების ბრალი თურმე. ახლა ნახოთ რა არის მოქალაქეების ბრალი. მე რა თქმა უნდა ჩავიხედე დეტალურად იმ სიაში, იმ 50 ქვეყნის სიაში, ანუ 38 დაემატა 12 და ამ 12 შორის არის საქართველო და სულ არის 50 ქვეყანა და ასევე რა თქმა უნდა ჩავიხედე ვრცელ დოკუმენტში, სადაც არის მთელი ცხრილები, ინფორმაცია, ანუ მაჩვენებლები პროცენტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეების რამდენი პროცენტი რჩება შეერთებულ შტატებში ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ChatGPT მიღალატა, რაღაცა ცხრილები ვერ დამუშავა კარგად, ამიტომ ჩემი ხელით ამოვწერე და დავამუშავე. მოკლედ ის ქვეყნები ყველა ვერა, მაგრამ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც აქვთ მაღალი მაჩვენებელი, რომ მათი მოქალაქეები ვიზის ვადის გასვლის შემდეგ რჩებიან შტატებში. და არიან თუ არა ეს ქვეყნები ყველა სიაში. საქართველოს მაჩვენებელი არის 2024 წლის მონაცემებით 7,20%. ანუ საქართველოდან ჩასული მოქალაქეების 7,20% რჩება შეერთებულ შტატებში ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ესე წერია ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებში. დავიწყეთ ზებნა, ვის აქვს საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი და ვის უფრო მაღალი და მოხვდა თუ არა ყველა აი ამ სიაში, ანუ რისკ ჯგუფში, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს აეკრძალათ, ფაქტიურად აეკრძალათ შეერთებულ შტატებში შესვლა, ალბათ ძალიან ცოტა პროცენტი შეძლებს მოსახლეობის რეალისტები რო ვიყოთ ამერიკაში მოხვედრას. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 7,63, სამოა 8%, განა 8%, კამერუნი 8,59, ესვატინი, ანუ სვაზილენდი 8,56, ბურკინა ფასო 8,72, კენია 9,04, ავღანეთი 9,65, ერიტრეა 10,45, ლიბერია 14,76, სუდანი 16 და 20, სიერა-ლეონე, იემენი, პალაუ, კონგოს რესპუბლიკა, სომალი, მიკრონეზია, ეკვატორული გვინეა, ჰაიტი, ლაოსი, ჩადი, სურინამი, მიანმარი 38% იმ ადამიანების ამ ქვეყნის მოქალაქეების ვინც შედის შეერთებულ შტატებში იქ რჩება. და აი ეს სია 23 ქვეყნის სია, რომელიც ჩამოვთვალე, არ შედის იმ რისკ ჯგუფის სიაში. ანუ საქართველოზე ბევრად ცუდი მაჩვენებლის ქვეყნები არ შედიან იმ 50 ქვეყნიან სიაში, რომლის მოქალაქეებსაც ვიზაზე დეპოზიტი ჭირდებათ. ანუ არის თუ არა ეს მხოლოდ ციფრების და სტატისტიკის ბრალი, როგორც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეუბნება. არა. და ამის დასამტკიცებლად კიდე სხვა მაგალითებს მოგიყვანთ, რომ მხოლოდ ციფრები და პროცენტები, ანუ რამდენი პროცენტი მოქალაქეების იქ რჩება,
არ არის გადამწყვეტი ფაქტორი და ფაქტორების კომბინაცია მიმუშავა. მაგალითად, სომხეთის ამერიკას ჩასული მოქალაქეების 6.21% რჩება, ანუ საქართველოს 1%-ით ნაკლები, მაგრამ რაოდენობრივად, აი ჩასულების რაოდენობა და იქ დარჩენილების რაოდენობა საქართველოზე მეტია. აი მაგალითად 1119 ადამიანი წერია, რომ დარჩა 2024-ში და საქართველოდან 690 წერია, რომ დარჩა. მაგრამ სომხეთი არ შესულა ამ რისკ ჯგუფის ქვეყნების სიაში. სამაგიეროდ, მაგალითად, ალჟირს აქვს სომხეთზე ნაკლები პროცენტი, ალჟირი 5 და 94, მაგრამ ალჟირი მოხვდა სიაში. მაგალითად, ბურუნდის აქვს სომხეთზე ნაკლები მაჩვენებელი, მაგრამ მოხვდა სიაში. დომინიკას აქვს სომხეთზე დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ მოხვდა სიაში. ასევე კუბას ოდნავ მეტი სომხეთზე, მაგრამ მოხვდა სიაში. ასევე ფიჯი სომხეთზე ბევრად დაბალი მაჩვენებელი აქვს 3 და 45 დარჩენილების, მაგრამ მოხვდა სიაში. ანუ ციფრებზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად, ეგვიპტეს და ალჟირს ერთნაირი პროცენტი აქვთ დაახლოებით, მაგრამ ეგვიპტე არ მოხვდა ამ სიაში, რომლის მოქალაქეებსაც პრაქტიკულად ეკრძალებათ შტატებში შესვლა და ალჟირი მოხვდა. ანუ აქ ციფრები არ არის მხოლოდ გადამწყვეტი, სტატისტიკა არის სხვა ფაქტორებთან კომბინაციაში. რა არის ეს სხვა ფაქტორები? ამაზე, რა ვიცი, ხა ბევრს არ გელაპარაკებით, მე მგონი თქვენ თვითონ ხვდებით ყველა. ეს არის ის, რომ ავტორიტარული მმართველობა ძლიერდება ამ ქვეყანაში და სულ უფრო მეტი ადამიანი სავარაუდოდ მიმართავს შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს იქ დარჩენის სურვილით და ბევრი ადამიანი დარჩება დროთა განმავლობაში. ინსტიტუციები არ არის სანდო, გარემო მძიმდება, სამართლებრივი გარემო მძიმდება, პოლიტიკური გარემო მძიმდება, ინსტიტუციები მოკლედ ძალიან სუსტდება და ეს არის რაღაცნაირად სტატისტიკის და პოლიტიკის კომბინაცია. საქართველო აღარ არის შეერთებული შტატების პარტნიორი, აღარ ენდობა შეერთებული შტატების საქართველოს, აღარ თანამშრომლობს საქართველო და მოკლედ გადავედით პარტნიორი ქვეყნების სიიდან რისკის მატარებელი ქვეყნების სიაში და ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არ არის მოქალაქეების ბრალი, ეს არის ხელისუფლების ბრალი და იმის მაგალითად რომ მოქალაქეები დაადანაშაულოს ამაში, ივანიშვილმა საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს ამაში და არ გამოვა ისრების გადატანა. ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა. ეს არის ის ფასი, რასაც ჩვენ ვიხდით ამ ხელისუფლების პოლიტიკის გამო და სამწუხაროდ რიგითი მოქალაქეები ვიხდით ამ ფასს და ბრუნდებით თანდათან 90-იან წლებში, როცა მართლა ერთეულებს თუ გაუმართლებდათ და ამერიკის ვიზას მიიღებდნენ. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, მოკლედ ოცნების მორიგი ტყუილის შესახებ გითხარით და ძალიან მინდოდა რომ ეს მეთქვა, რომ ციფრებზე და მოქალაქეებზე აპელირება არ დაიწყონ მათ. კარგად.